გამარჯობა. თქვენ უყურებთ Microsoft Excel-ის ვიდეო გაკვეთილს. შეგხვედრიათ ფაილები, სადაც გამოყენებულია უჯრების მისამართები არა მისი კლასიკური მეთოდით, არამედ როგორც კერძო ჩვენს მიერ დარქმეული სახელით. მე გიორგი ვარ დათქვიშვილი და თქვენ უყურებთ Microsoft Excel-ის ვიდეო გაკვეთილს ჩემ არხზე, რომელიც გამოგადგებათ იმაში, რომ შექმნათ უფრო გამართული და უფრო აკადემიური ფაილები. გამოიყენოთ სახელები, რომ ამ სახელების დახმარებით სხვა ადამიანები უფრო სწორად მიხვდნენ თუ რას როგორ იყენებთ ფორმულაში. მაშასე, მოვნიშნოთ ცხრილი, შევიდეთ Insert menu-ში და ავირჩიოთ უბრალოდ Formula menu-ში და ავირჩიოთ Create from Selection-ი. არჩევის შემდეგ top და left row-ები დავტოვოთ და column-ი ჩართული. მივცეთ OK და შედეგად მივიღებთ იმას, რომ მონიშნული ცხრილის მიხედვით აი ამ კონკრეტულ უჯრებს ქვია Luca, ხოლო აი ამას მაგალითად ქვია Merch. საინტერესოა, რა შეიძლება გამოდგეს ის. მაგალითად, თუ გამოვიყენებთ ჯამის ფუნქციას, რომელიც გახლავთ 3, შესაბამისად ნახავთ, რომ ჯამში მაგალითად საბას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა და საბას მონაცემები ავტომატურად დაჯამდება. ცხადია, უფრო ნათელია რა ხდება, ვიდრე მაგალითად წერებულიყო საბა, ამ შემთხვევაში ნაცვლად საბასი იყოს B3 G დავუშვათ 3. ან სხვაშიძე რო გადავიდეთ და დავწეროთ მაგალითად ისევ ჯამი და ნახეთ საბა. შესაბამისად გაცილებით უფრო მარტივი გასაგებია, რომ საბას დიაპაზონი ჯამდება. ასევე შეიძლება იყოს მაგალითად average ფების, ანუ ფებრუარის და მივიღეთ საშუალო აქედანაც. თუმცა კიდევ ერთ ჩანაწერს გაჩვენებთ, მაგალითად რას ნიშნავს ტოლია საბა, სპეისი და ფები. ეს ნიშნავს საბასა და ფებრუარის გადაკვეთას. მოდით ვნახოთ მართლაც ფებრუარის და საბას გადაკვეთა 11-ია. მადლობა ყურადღებისათვის და როგორც ხედავთ, მადლობაც მივიღეთ ამ შიტზე. ველოდებით თქვენს კომენტარებს, შეკითხვებს და გავიწერეთ გამოიწერეთ ჩემი არხი და ზოგადად გელით ტრენინგზე. დროებით.